ღაზაში მეოთხე დღეა აფეთქებების ხმა აღარ ისმის. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაშია, ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს კვლავ უჭირთ საკვების შოვნა. გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხში პროგრესია. თუმცა როგორც ჩანს, ეს ჯერჯერობით საკმარისი არ არის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მშიერი მოსახლეობა კვლავ ცდილობს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულ ავტომობილებიდან საკვების მოპარვას. ყველა თავს ესხმის ღაზის მოსახლეობისთვის გამოგზავნილ დახმარებას და ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, მაგრამ რა ვქნათ? ჩვენ მოვდივართ და ვყიდულობთ პროდუქტს, მაგრამ ქურდობაზე რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა გავუმკლავდეთ? რაც არ უნდა დაგჭირდეს სახლში, ყველაფერს ვყიდულობთ. შეხედეთ, ყველა მიდის სატვირთო მანქანებთან დახმარებისკენ და ძარცვავენ. კვირას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მესამე დღეს ჰუმანიტარული დახმარების გამცემ სააგენტოებსა და ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ ალყაში მოქცეულ ტერიტორიაზე დაეწყოთ საჭირო პროდუქციის, რაც შეიძლება სწრაფად მიწოდება. გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მარტის შემდეგ ღაზაში პირველად შევიდა საკვების მომზადებისთვის საჭირო ბუნებრივი აირის მარაგები. სხვა დახმარება მოიცავს ფქვილს, ხილსა და ხორცს. გაეროში აცხადებენ, რომ ოფიციალურ პირებს ასევე მიეცათ დამატებითი წვდომა სამედიცინო აღჭურვილობის გადასატანად და ზამთრის დადგომამდე წყალდიდობის რისკის არეალებიდან პალესტინელების უფრო უსაფრთხო ადგილებში გადასაყვანად. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ისინი ამავდროულად ემზადებიან ღაზის სექტორში დახმარების გასაზრდელად. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 77,600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ჰამასის სასტიკ თავდასხმას ისრაელზე კი 1200 ისრაელელი ემსხვერპლა 250-ზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა. ისრაელი სწორედ დღეს ელის ცოცხლად გადარჩენილი ტყვეების საბოლოოდ გათავისუფლებას